მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და შეგახსენებთ, რომ ასომთავრული ანბანი, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვით გამოიცა აღდგომის დღესასწაულებში, თითქმის მთლიანად გავრცელდა და მცირე რაოდენობით დარჩა ზუგდიდის საჯარო სკოლებში, ზუგდიდისა და წალენჯიხის ტაძრებში. ვინაიდან გამოცემის უმეტესი რაოდენობა გავრცელდა უფასოდ, ვერ მოხერხდა ახალი ტირაჟის გამოსაცემი თანხების მობილიზება და ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ მოესწრო მეორე ტირაჟის გამოცემა. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ინტერესი უძველესი ქართული ასომთავრული ანბანით წერა-კითხვის შესწავლის მიმართ არ განელებულა და თქვენი გამოხმაურების შედეგად სულ მალე თავს მოუყრით ასომთავრული ანბანის გამოსაცემად საჭირო თანხებს. როგორც ვიცით, იუნესკომ სამივე ქართული დამწერლობა 2016 წელს აღიარა კაცობრიობის არამატერიალურ ცოცხალ მემკვიდრეობად და თუ მანამდე 14 აღიარებული დამწერლობიდან ერთი იყო ჩვენი, უკვე აღიარებულია 16 დამწერლობა და აქედან ჩვენია 3. შესაბამისად, მისმა მაღალ უსამღვდელოესობამ მეუფე გერასიმემ დაუშვა ლოცვა-კურთხევა, რომ გამოიცეს 3 ბროშურის კრებული სახელწოდებით 3 ქართული დამწერლობა და ეს სასწავლო ლიტერატურა გავრცელდეს ყველგან, სადაც ქართველებს მოგვინდება ვისწავლოთ და ჩვენ შვილებს ვასწავლოთ სამივე ქართულ ანბანზე წერა-კითხვა. აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლების გარდა მოსწავლეთა აღზრდა და განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო დედა-ეკლესიამ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტაძრებთან და მონასტრებთან გაიხსნა ეგრეთ წოდებული საკვირაო სკოლები, სადაც ბავშვები სულიერი განათლების პარალელურად უძველეს ქართულ დამწერლობას ეუფლებიან. სხვათა შორის, მთელი საუკუნეების განმავლობაში 1000 წლეულების მანძილზე ქართული ეკლესიები მუდამ იყვნენ ცოდნის ტაძარი და ისინი ავრცელებდნენ წერა-კითხვას და განათლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. და ეს მასშტაბები სხვათა შორის ჩვენს ქვეყანასაც ცდილდებოდა. უფალი შეგვეწიოს ყველას. უფლის მადლმა 1000 წლეულები გამოგვატარა. წინაპრების უფალთან ერთობამ და მათმა ლოცვამ ის შედეგი გამოიღო, რომელმაც ქართული გენი დღემდე მოგვიყვანა. მიუხედავად ქარტეხილებისა, რომლებიც ჩვენს წალეკვას ცდილობდნენ და დღესაც მსოფლიოში არსებული მოვლენის ჟამს ცდილობენ დაგვაშორონ იმ წყაროს, რომელიც ჩვენს გენს ასაზრდოებდა უფლის მადლის სახით. უფლის მადლი ყოველ ჩვენთაგანშია. ის ჩვენს ტაძრებში, მოფუსფუსე სასულიერო პირებშია, ის ჩვენს ანბანშია და ლოცვებში თუ ლოცვის გარეშე, ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენ დღენიადაგ ყოველთვის ვახსენებთ უფალს ისეთ სიტყვებში, როგორიცაა უფლება, თავისუფლება, ძალაუფლება, ხელისუფლება და ასე შემდეგ. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ქართულ სიტყვაზე, რომელიც იურიდიულ და სამართლებრივ მნიშვნელობას გამოხატავს, მაგრამ ამ სიტყვაში უფალის უფევს და ეს სიტყვა უფლება. ქარაგმის სახით ის არა მარტო ადამიანის, არამედ უფლის ნებას გამოხატავს და მხოლოდ 3 სიმბოლო განასხვავებს ძირითადი მნიშვნელობისაგან, რაც ქართული ქარაგმის დამახასიათებელი ნიშანია და მე ეს არსად არ წამიკითხავს. თავად შევიცანი უძველეს ასომთავრულ ანბანზე და ქარაგმებზე მუშაობისას. შესაბამისად ვაცხადებ, რომ ქართველები უფლის შვილები ვართ და უფალმა მოგცა უფლება, რათა უფალთან ერთობაში გავერთიანდეთ და უპატრონოთ იმ უდიდეს მემკვიდრეობას, რომელიც 1000 წლეულებიდან დღემდე ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. რამე თუ უფლის ნება არის ჩვენთვის უფლება, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს უფლის ნების განმახორციელებელი და ჩვენთვის თავისუფლება უნდა გახდეს უფლის ნების განხორციელება. თავისუფლება სხვადასხვა ენებზე ისეთნაირად ჟღერს, რომ იქ უფალი არ სუფევს, მაგრამ მხოლოდ ქართულ ენაში იოანე ზოსიმესი არ იყოს, ბევრ სიტყვაში ჩვენ ნებით თუ უნებლიეთ ვახსენებთ უფალს. საქართველო იყო მონარქიული სახელმწიფო და მუდამ ყავდა ხელის უფლება. ხელის უფლის ნება, ანუ ხელმწიფე. მაგრამ ქვეყნის მართვაში მუდამ იყო ჩართული ხალხი და ხალხი მუდამ ახორციელებდა საკუთარ უფლებას. მახშვები, ხევისბერები, ხუცესები თავად კი არ იღებდნენ გადაწყვეტილებას, ისინი აწყობდნენ დარბაზობას და ხალხი ერთობლივად იღებდა გადაწყვეტილებას.
ახორციელებდა უფლის ნებას, რომ ქართული გენი გადარჩენილიყო და დღემდე მოეღწია. ჩვენი ვალია ქართული გენი ისევ გადავარჩინოთ განსასწრებს, რომელიც დღეს გვემუქრება. საქართველო არ უნდა დარჩეს ქართველების გარეშე და ქართველები საქართველოში არ უნდა აღმოჩნდეთ უმცირესობაში. ამიტომაც ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა განვახორციელოთ უფლის ნება და უფლის კანონებით და კოლექტიური პასუხისმგებლობით უნდა გადავცეთ ძალაუფლება ხალხს. დიახ, თითოეული თქვენთაგანი უნდა გახდეთ უფლის ნების განმახორციელებელი და ამისათვის უნდა დავფრიქდეთ ყველა, თუ რა უფლება, რა მოვალეობა გვაქვს საქართველოს მოქალაქეებს ერისა და უფლის წინაშე და როგორ შეგვიძლია განვახორციელოთ კოლექტიური პასუხისმგებლობა. და მთავარი საკითხი, რომლის გამოც დღეს ეს ლაივი გავაკეთე, ეს არის არჩევნები, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ტარდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც მართალია დღეს ვერ შეცვლის ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს არჩევანის უფლება და ამ უფლებაზე უარის თქმა განაპირობებს იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივაა და ყოველი შემთხვევაში ამას განვიცდით როგორც მატერიალურ, ასევე სულიერ მდგომარეობაში და ეს ისევ ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, რადგანაც ვერავინ ვერ დაიცავს ჩვენს უფლებებს, თუ ამ პროცესებში არ ჩაერთობა თითოეული მოქალაქე და თანაბრად არ გაიზიარებს პასუხისმგებლობას ერისა და სახელმწიფოს წინაშე. დიახ, ის ჯვარი, რომელიც ატარა ზვიადიმ და მერაბიმ, დღეს ისევ ასაწევია და მას ვერ ავწევთ, თუ მის სიმძიმეს ყოველ მოქალაქეზე თანაბრად არ გავიზიარებთ. ამიტომაც მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და როგორც რიგითმა მოქალაქემ განვახორციელო ჩემი უფლება, ვემსახურო უფალს და ჩემს ხალხს, რომელიც დღეს სოციალურ სიდუხჭირეს განიცდის. დიახ, ამ არჩევნებში გახლავართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, რომელიც წარადგინა პარტია საქართველომ, რომლის ლოზუნგია ხმა ღვთისა, ხმა ერისა და ძალაუფლება ხალხს. პარტიის რიგითი ნომერია 11. და თქვენ მას ადვილად იპოვით ბიულეტენზე, თუ დახედავთ მას და არ ხართ მოყვანილი რომელიმე საარჩევნო შტაბის აქტივიდან მცირე ანაზღაურების საფასურად კონკრეტული დავალების შესასრულებლად. ჩვენი პარტია არ გახლავთ საპარლამენტო კვალიფიციური სუბიექტი და ჩვენ ბიუჯეტიდან არ გვაქვს არანაირი დაფინანსება. შესაბამისად, ვერ უწევთ კონკურენციას საპარლამენტო პარტიებს, რომლებსაც მილიონები აქვთ გამოყოფილი ბიუჯეტიდან. გააჩნიათ უფასო სარეკლამო დრო ტელევიზიებში და ქუჩებში მათი ბილბორდების და პლაკატების გვერდით თქვენ ვერ იხილავთ ჩვენს ბილბორდებს, რადგანაც ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა არის უსამართლო და არათანაბარი. და ახალი პოლიტიკური გაერთიანებები უცხოური ლობის დახმარების გარეშე ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. მაგრამ თქვენ ეს ყველაფერი უფლის ნებით შეგიძლიათ შეცვალოთ და ამისათვის თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი უფლება. ბოიკოტით არაფერი არ შეიცვლება. თუ ჩვენ უარს ვაცხადებთ უფლის ნების განხორციელებაზე, ჩვენ დავრჩებით ისეთსავე პირობებში, როგორც ვართ. დიახ, ჩვენ ყველამ უნდა შევასრულოთ უფლის ნება და არა რომელიმე პარტიის, რომელიმე ვიწრო პარტიული ინტერესების მატარებელი პარტიის, რომლებიც 1000 წლეულების მანძილზე 1000 წლეულების არა, მაგრამ 10 წლეულების მანძილზე ვერ გაცდა ვიწრო პარტიულ ინტერესებს და ემსახურება ყველას და ყველაფერს გარდა საკუთარი ხალხისა, რომელიც იძულებულია ქვეყანა დატოვოს და სარჩო ეძიოს ემიგრაციაში, უფლის ნება ქართველები ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში და ამისათვის ყველამ ჩვენი წილი უნდა დავდოთ. დიახ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ ეს არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება. პარტიები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევიან, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ სახსრების უქონრობის გამო. ოფიციალურ შემოწირულობებსაც კი ვერ მივიღებთ როგორც პარტია, რადგან ეს საჯარო კონტროლსაა დაქვემდებარებული და მთელი რიგი манипуляციებია გასათვალისწინებელი, რომ ისედაც უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობა არ დაერღვეს. ამიტომაც ვისაც გექნებათ საშუალება, მცირე შემოწირულობა გააკეთოთ თუნდაც იმისათვის, რომ მცირე რაოდენობის ბუკლეტები დავამზადოთ, გთავაზობთ ჩემს პირად ანგარიშს, რომელიც ასომთავრული ამბანის გამოსაცემად შემოწირულობებისთვის არის გახსნილი. საქართველოს და TBC
ბანკის ანგარიშებზე და თუ ამ მოკლე დროში ვერ გამოვიყენებთ მას არჩევნებისათვის, აღნიშნული თანხით მოხდება ასომთავრული ანბანის და კრებულის გამოცემა სახელწოდებით 3 ქართული დამწერლობა. და კიდევ ერთი, როგორც მოგეხსენებათ, ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში არსებული მატერიალური სიდუხჭირის პირობებში მომიწია ახალი პროფესიის ათვისება. გახლავართ კომპანია მაქსიმის ტაქსის მძღოლი და ვემსახურებით ჩემს ხალხს. სხვათა შორის საარჩევნო კამპანია მაქვს არა რომელიმე უბნებში თავშეყრილ ხალხთან, არამედ ჩემს საკუთარ მანქანაში, სადაც მთელი მუნიციპალიტეტი ნაბიჯ მაქვს მოვლილი. და დიდი იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და გისურვებთ ყველას საკუთარი უფლების განხორციელებას. ნახვამდის.